როგორ გაყიდო გაყიდვის და შეტანვის გარეშე, ისე რომ ბაზრის ქალს არ დაემსგავსო. აი ის ხო იცი, ლიკრა კალგოტკა 2 ლარი, აი ეგ რო არისო. ეს არის ბრენდინ ნულიდან დღე 29, ამ ეტაპზე 10810 გამომწარი. ბიზნესების ორი რადიკალური კატეგორია არსებობს. პირველი სულ შეტანვაზეა და იყიდეს მეც არაფერს დებს, მეორე მხოლოდ ნახვებზე ორიენტირებულ გასართობ კონტენტს დებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარობა ქონდეს. და საერთოდ არ ყიდეს, იმიტომ რომ ეშინია პირველს არ დაემსგავსოს. გამოსავალი რა თქმა უნდა არის ბალანსში. იმისთვის რომ შენი გვერდი უფასოდაც იზრდებოდეს რეკლამის გარეშე, ამისთვის გჭირდება სარგებლის გაცემა. ხოლო იმისთვის რომ შენმა ბიზნესმა არსებობა არ შეწყვიტოს, ჭირდება ფინანსები, ანუ გაყიდვა. რამდენჯერ შეგიძლია გაყიდვა? პასუხია იმის მიხედვით, რამდენ სარგებელსაც გასცემ. რაც უფრო მეტი გაყიდვა გჭირდება, უფრო მეტი სარგებელი უნდა გასცემ. ოქროს შუალედია 80-20-ის წესი. ეს შეიძლება იყოს ერთი და იმავე ვიდეოში 80 წამი გაცემა, 20 წამი გაყიდვა, ან პოსტების რაოდენობაში 8 პოსტი გაცემა, 2 თხოვნა. თუ გინდა უყურო ამ სერიებს სწორი თანმიმდევრობით და არ გამოგჩეს შემდეგი ერთი სერია ამასობაში, მომწერე პირადში სიტყვა 0-დან.